პროექტი, რომელიც დავიწყეთ მიმდინარე წელს და გულისხმობს მასწავლებლებისთვის ახალი შესაძლებლობების, ახალი მხარდაჭერის გამოცხადებას და ამავდროულად გულისხმობს საგაკვეთილო პროცესის უფრო გამრავალფეროვნებას, აქტიურად გრძელდება ყველა სკოლაში და მასწავლებლები, რომლებიც არიან ამ პროექტის ფარგლებში შერჩეულები, თითოეულ აქტივობას ძალიან დიდი ხალისით სასკოლო საზოგადოებასთან გაზიარებით აქტიურად ახორციელებენ. გავისაუბრეთ როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს, ვისაუბრეთ პროექტის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე და მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის მაისში უკვე გავაფართოვებთ აღნიშნულ პროექტს. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აწარმოებს ალბათ ერთ-ერთ ბრწყინვალე აქტივობას პროექტი ჩვენს გაკვეთილზე. კონკურსის შემდეგ მთლიანი აჭარის რეგიონით გამარჯვებულია რამოდენიმე ათეული მასწავლებელი. ეს ვნახეთ ერთ-ერთი აქტივობა და მასწავლებელთა სახლს დაგეგმილი აქვს, რომ განახორციელოს მონიტორინგი, შერჩეულია კითხვალები, შერჩეულია საკმაოდ გამოცდილი ტრენერ-კონსულტანტები, ვიწყებთ მონიტორინგს, რომელიც მოიცავს ყველა ამ პროექტს. მე ვახორციელებ პროექტი ჩემს გაკვეთილზე. თემა არის ჩემი ფლორის ჰერბარიუმი. ბავშვებისთვის საინტერესოა მართლაც ეს პროექტი. სადღაც 3 თვეა უკვე მიმდინარეობს ეს პროექტი. მუშაობთ გეგმის მიხედვით. ადიქციური ქცევები დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და სოციალურ მდგომარეობაზე. ამ პროექტით ჩვენ მოსწავლეებში გავზარდეთ ცნობადობა და ადიქციური პრობლემებისადმი, მიზეზებისადმი დამოკიდებულების გააზრებას შევუწყეთ ხელი. ამავდროულად კრიტიკულ აზროვნებასა და მედიაციგნიერების უნარების განვითარებასაც უწყობს ეს პროექტი ხელს. მოქალაქეობის გაკვეთილი ჩვენთვის უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდა. ამას ხელი შეუწყო იმან, რომ მზიურ მასწავლებელმა ჩვენთვის ბევრი პრეზენტაციები გააკეთა. ასევე გაკვეთილებზე ჩვენ ვუყურებთ მოკლემეტრაჟიან ფილმებს და ვიდეოებს. ჩვენ ასევე ვქნით სხვა ნაწარმს, ნახატებს და ჩვენს წარმოებულ ბლოკნოტებში, რომელიც პროექტის ფარგლებში დაგვირიგდა, ვაკეთებთ ჩანაწერებს. ჩვენი გაკვეთილი გახდა უფრო მეტად პრაქტიკული, მაგალითად პანელური დისკუსიის საშუალებით ჩვენმა თანაკლასელებმა უფრო მეტი რამ გაიგეს, ვიდრე აქამდე იცოდნენ.